საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემაზე ბედი ქართლისა. პირველი ორი ნაწილი იმედი მაქვს უკვე იხილეთ და გაიაზრეთ. ახლა დადგათ რომ ამ პოემის ფინალურ ნაწილზეც ვისაუბროთ, ეს იქნება ჩვენი მესამე საუბარი და ბოლო საუბარი ამ პოემასთან დაკავშირებით. ჩვენ გავჩერდით იმ ადგილას, სადაც ერეკლე და სოლომონ ლიონიძე ერთმანეთში საუბრობენ და აფასებენ იმ ვითარებას, რაც შეიქმნა აღმაჰმად ხანის მიერ თბილისის აწიოგების შემდეგ. და ბუნებრივია ორივე მათგანი ამოდის რა საქართველოს უზენაესი ინტერესებიდან, ამ ინტერესების დაცვის აუცილებლობიდან, სხვადასხვა გვარად ხედავს გამოსავალს. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ახლა ერთხანს მივატოვოთ ერეკლე მეფე და გამოვყვეთ სოლომონ ლიონიძეს, რომელიც ქსნის ხეობის გავლით დაბრუნდება დედაქალაქში. ის მიდის ქსნის ხეობაში, სადაც თავისი ცოლ-შვილი გახიზნა შიშიანობის დროს, ომის დროს, თავისი მეუღლე უნდა ნახოს და შემდეგ დაბრუნდეს დედაქალაქში, თბილისში და გზაში ის ფიქრობს. რაზე ფიქრობს სოლომონ ლიონიძე, იცით? მერთი აძლევს შესაძლებლობას ერთ ადამიანს არა მარტო განჭვრიტოს ბედი თავისი ქვეყნისა, არამედ გადაწყვიტოს კიდეც ეს ბედი. თითქოს, როგორც სოლომონი ამბობს, თითქოს კამათელს აგორებდეს მოთამაშე, აი ამ თავისუფლებითა და აი ამ რისკით. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ფიქრობს სოლომონი ამ დროს. მოდი გავყვეთ მის ფიქრებს. მადლობა ღმერთო შენსა განგებას, ერთ კაცს მოჰმადლებ ყოვლთა უფლებას. დამის ერთ სიტყვას მონებენ ერნი, განურჩეველად სულელნი, ბრძენნი, რა თქმა უნდა, ლაპარაკია მეფის შესახებ. და იგი მათ ბედს ისე განაგებს, ვითა ამღერდეს იგი კამათლებს. მაგრამ შენ მეფევ, ვინ მოგცა ნება, სხვას განუბოძო შენ თყმად ცხოვრება. მისდევდე შენსა გულის კვეთებას და უთრგუნვიდე თავისუფლებას. აი რა ნოტი შემოვიდა სოლომონის ფიქრში. მართვის უფლება სრულიადაც არ ნიშნავს ღირსების აყრის უფლებას. მართავდე შენს ქვეყანას, ხელმძღვანელობდე შენს თანამოძმეებს. სრულიადად არ ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია მათი თავისუფლების გაყიდვა, მათი ცხოვრების გაყიდვა. შენ მეფე ხარ ღვთისგან მირონცხებული მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ყველა პირობა შეუქმნა, საიმისოთ, რომ ისინი ბედნიერებას ეზიარონ ამ ქვეყანაზე. ცუდი საქმისთვის არავინ არ ხელმძღვანელობს არავის. ღვთისგან დალოცვილია მხოლოდ კეთილი საქმე და თავისთავად ცხადია, რომ სოლომონის ეს დაეჭვება რას ნიშნავს ერეკლეს გადაწყვეტილება და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ქართველები დაკარგავენ უცილობლად თავისუფლებას, აი ეს დაეჭვება ბუნებრივია მას მოსვენებას არ აძლევს. შენ ერმან მოგცა პირველ ღირსება, რათა დაუცვა ყოფა ცხოვრება. და რა დივიწყებ, რომ მარადისერსა ეკუთვნის გულის თქმა მეფის. იქნება მეფე ციხის გატეხას აბრალებს მოყმეთ მუხანათობას. აი ეს აზრიც გამოკრთება უცბად. იქნებ გულგატეხილია მეფე ქართველობაზე და ამიტომაც ცდილობს, რომ თავისუფლების დაკარგვით დასაჯოს თავისი ხალხი და თავისი ქვეყანა. იქნება ამან ახყარა გული ბატონს ქართლზე და შეუორგული. მაგრამ ირაკლიმ უკეთეს უცხის თუით საყვარელ არს ქართველთ შორის. თითქოს ამ მეჩსაც საფუძველი არ აქვს, იმიტომ რომ მეფემ ძალიან კარგად იცის, როგორ უყვართ ის ქართველებს. მაშრამ შეხშფოთა მას გული მყარი ქართველებისთვის ესთ თანამკვდარი.
ისევ კითხვით თავრდება ეს ფიქრი. საბოლოო პასუხი ამაზე სოლომონს არ გააჩნია. და ფიქრის ფინალი ასეთია. მაინც სოლომონს უნდა რომ იმედიანად შეხედოს ერეკლეს მის გადაწყვეტილებასაც აქედან გამომდინარე და აი როგორ თავრდება დაგვირდით, მაგრამ ვინ იცის, იგი იქნება უკეთ ფიქრობდეს, რაც გვეჭირვება. ბევრჯერ ღვთიურსა ზრუნვისა მეფის გონება ყმათა ვერ ამიხვდების. აი ამ ზრუნვის საფუძველს და ამ ზრუნვის გამოხატულებას ხანდახან უბრალო ადამიანების გონება ვერ მისწვდება და მხოლოდ მირონცხებული მეფის განზრახვის განხორციელების შემდეგ ჩანს ხოლმე, რით დამთავრდა ესა თუ ის მცდელობა ამა თუ იმ მეფისა. და ნაწარმოების ბოლოსკენ მივდივართ უკვე, აქ ჩვენ უნდა შევხვდეთ ერთ-ერთ გამორჩეულ სახეს ქართველი ქალისა, ერეკლეს მეუღლეს სოფიოს, რომელსაც სოლომონი თავის გულის ტკივილს უზიარებს და ეუბნება: ვეჭვობ სოფიო, რომ ირაკლი ქართველებზე და იყოს გულნაკლი. მასზე დეტყობა, რომ მისი სული ძლიერად არის აღელვებული. წარედ უპირებს ბატონი დასჯას თავის შვილების ამა ურჩებას. ვეჭვობ, რომ იგი სამეფოს ქართლის აძლევს საფარსქვეშ რუსთა ხელმწიფის. და აქ სოლომონი ერთგვარად თითქოს გამოცდის თავის მეუღლეს, ცხადია ეს სიტყვა ბრჭყალებში უნდა ვიგულისხმოთ და ეუბნება, რომ კაცმა რომ თქვას დიდგვაროვან ქართველებს ეს გადაწყვეტილება ბევრს ცუდს არაფერს უქადეს. პირიქით, მათ შეეძლებათ რომ ჩაერთონ პეტერბურგის წყინვალე საზოგადოების ცხოვრებაში. და მათი სიცოცხლე, მათი ყოველი დღე, მათი ყოველი ფიქრი, მათი ყოველი ქცევა შეიძლება უკეთეს ჩარჩოში და უკეთესი სულისკვეთების განხორციელების, უკეთესი სულისკვეთების დადგომის წინაპირობაც კი იყოს. მაშინ უყურეთ ჩვენს დედაკაცებს, როსსა ცხოვრებლად დიდკაცთა ცოლებს პეტრეს ქალაქში გარდაასახლვენ. ამასაც წინასწარ მეტყველებს სოლომონი, რომ ბევრ დიდგვაროვანს მოუწევს ან ნებით, ანუ ნებლიეთ წასვლა საქართველოდან და ჩრდილოეთის დედაქალაქში დასახლება. მაშინ სოფიო რაღა გინდა თქვენ ხელმწიფეს პოვებთ მამად კეთილად და დედოფალსა დედისა ნაცვლად, არ მოგაკლდებათ თავისუფლება, განცხრომილება, ფუფუნეულება, ფუფუნებაში იცხოვრებთო, ეუბნება. მათთა სიმდიდრის პალატთა შორის. ვერ გაიგონებთ მუნ ხმასა მტერის, აი აქაც ისევ მშვიდობის პათოსი შემოდის. ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებიც ქართველებს მოუწოდებდნენ, რომ ხმალი განზე გადაედოთ და არ დაეცოთ საკუთარი თავისუფლება, ამას ხსნიდნენ მშვიდობის აუცილებლობით. და სოფიოს პასუხი, რომელსაც ცოტა ხნის შემდეგ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღფრთოვანებული სიტყვებიც მოხვდება. უწინამს დღე კი დამელევა მე, უცხოობაში რა ასიამე, სადაცა ვერ ვისიკარებს სული და არს უთვისო დაობლებული. რა ხელხრის პატივს ნაზი ბულბული გალიაშია დატყვევებული. ესრეთ რას არგებს, აგრძელებს შემდეგ ბარათაშვილი. ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება, თუ მოაკლდება თავისუფლება. უღირსებო დიდებას ჯერ კიდევ ადრე შოთამ ბრძანა სიკვდილი ურჩევნია ქართველს. თავისუფლების გარეშე ცხოვრებას ქართველი კაცი არ აღიარებდა და არც ახლა აღიარებს. ამიტომაც არის სწორედ, რომ სოფიოს ეს განცხადება, ამგვარი სიტყვები, ძალიან გულწრფელი სიტყვები, რომელთაც ის თავის მეუღლეს მიმართავს, აი ეს სიტყვები იწვევს ბარათაშვილის თავშეუკავებელ აღფრთოვანებას და ის წერს: ჰოი დედანო, მარად ნეტარნო, კურთხევა თქვენ და ტკბილსა ხსოვარნო, რა იქნებოდა რომ ჩვენთა დედად სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ. ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი მამულს ასული ახლა თქვენ გვარი.
ქარმან ჩრდილოსმან ყველაზე პირველ გარდაუცვალა მათ გული ცხოველ ცოცხალი გული ქართველი ქალის ჩრდილოეთის ქარმა პირველ რიგში გაანადგურა და მოკლაო ამბობს ნიკოლოზ ბარათაშვილი. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ რომანტიკოსებისათვის ჩვეულებრივი განცდაა ესა წარსულის გაიდეალება. როდესაც ისინი ხედავენ, რომ აწმყო მათ ვერაფერს თავაზობს, ვერც ღირსების, ვერც თავისუფლების გამომხატველს, ისინი ერთსაც და მეორესაც წარსულში ეძებენ და იქ პოულობენ. რამდენიმე ხნის შემდეგ მოვა ილია ჭავჭავაძე და მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესი აღფრთოვანებით უყვარს ბარათაშვილი და ძალიან დიდ პატივს სცემს გრიგოლ ორბელიანსა და ალექსანდრე ჭავჭავაძეს, ის რომანტიკოსებს შეეკამათება ლექსში ქართლის დედას და იტყვის: მოვიკლა წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს. ილია ყოველთვის ამას ფიქრობდა, რომ დროთა გამიჯვნა, დროის დამსხრევა და დანაწევრება არ შეიძლება, რომ მხოლოდ წარსულში ხეტიალი, მხოლოდ წარსული დიდებით ტკბობა და მხოლოდ იქ ძებნა თავშესაფრისა კარგ მომავალს ქვეყანას და ხალხს და სახელმწიფოს ვერ შეაქმნევინებს. თუმცა რომანტიკოსებს ახლა ამგვარი ფიქრისთვის არ სძალიათ და ისინი ტკბებიან წარსული დიდებით. ნაწარმოების ფინალში კიდევ ერთხელ არის ნაჩვენები, როგორ დადის დანგრეულ თბილისში ერეკლე მეფე, როგორ უყურებს ის აცრემლებული თავის დედაქალაქს, რა ძალისხმევით, რა ტიტანური ძალისხმევით ახერხებს იმას, რომ აღადგინოს დანგრეული დედაქალაქი, ხელს გამოიღებს და მტრებსაც ერთი-ორჯერ კიდევ დაამარცხებს და სასტიკადაც დაამარცხებს, მაგრამ ნაწარმოების ფინალში წერია: კვლავ ასახელა თავის სახელი, მაგრამ ამაო იყო ყოველი. დიდი ხანია გულს ირაკლისა, გარდუწყვეტია ბედი ქართლისა. და ძალიან მოკლე რეზიუმე. ამ პოემასთან დაკავშირებით, მე უკვე ვახსენე ამის თაობაზე, 3 თვალსაზრისი არის გამოთქმული. პირველის მიხედვით ნიკოლოზ ბარათაშვილი მხარს უჭერს ერეკლე მეფის გადაწყვეტილებას და ეს სრულიად თვალნათლივ არის წარმოდგენილი ამ პოემაში შემდეგი სიტყვებით: ახლა კი დროა სოლომონ რომა, მშვიდობა ნახოს საქართველომა, მან საფარს ქვეშ მხოლოდ რუსეთის, ამოიყაროს ჯავრის სპარსეთის და ასე შემდეგ. სხვათა შორის ამგვარ განწყობას აგრძელებს 3 წლის შემდეგ 1842 წელს დაწერილი მისი ლექსი საფლავი მეფის ირაკლისა, სადაც ანალოგიური სულისკვეთება მკაფიოდ გამოსჭვის. თუმცა მეორე თვალსაზრისის მიხედვით ბარათაშვილის მთელი სიმპათია არის სოლომონის მხარეზე. აქაც შეიძლება მოვიტანოთ სიტყვები ამის დამადასტურებელი: განზრახვა შენი მეფე მაკვირვებს, ირაკლი მიცის, რომე ქართველებს არად მიაჩნით უბედურება, თუ აქვთ ჭერ ქვეშ თავისუფლება. იმას ამბობს სოლომონი და სწორედ 1842 წელსვე დაწერილი ლექსი სუმბული და მწირი ადასტურებს აი ამგვარ განწყობას ნიკოლოზ ბარათაშვილისა. თუმცა მესამე თვალსაზრისიც არსებობს, რომლის თანახმადაც ბარათაშვილს არ აქვს შინაგანად გადაწყვეტილი რომელ პოზიციას უნდა მიემხროს, იმიტომ რომ ერთიცა და მეორეც ეკუთვნით საქართველოს გულანთებულ პატრიოტებს და ერთსაც და მეორესაც ორივე ამ დიდ პიროვნებას აქვთ თავიანთი არგუმენტები. იფიქრეთ თქვენც ამაზე, იფიქრეთ იმაზე, როგორ შეიძლება შეაფასოს ადამიანმა ის არგუმენტაცია, რაც მოაქვს ერეკლე მეფეს და ისიც, რაც გამოსჭვის სოლომონ ლეონიძის სიტყვებიდან და განსაკუთრებით კი სოფიოს სიტყვებიდან, რაც ფინალური აკორდივით ჩანს, თუმცა სულ ბოლო სტროფში გაგიმეორებთ, დიდი ხანია გულს ირაკლისა, გარდუწყვეტია ბედი ქართლისა, მაინც ჩანს, რომ რაღაც არის გარდაუვალი, რასაც ვერ შეეწინააღმდეგება ადამიანის ნება. ასეა ესა. ძნელი სათქმელია.
თვითონმა ჩვენგანმა ამ ნაწარმოების გაცნობის შემდეგ თვითონ უნდა შეაფასოს ეს მომენტი და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავადვე. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.